სოფელ კირბლის თავზე, ტყი არის. წავედი ფიჩხების მოსატანად. რამდენიმე ღერის. როგორც დავიწყე მოჭრა და მოვიდნენ რუსები და წამიყვანეს. სად ყავდით? სად გადაიყვანეს? ჯერ ღრუბში, მერე ცხინვალში. როგორც ხედავთ, მოხდა პატრიციული ჩხიბაძის განთავისუფლება, დანარჩენი მიკროფონი საუბარი და შევხვდით ნახოთ რა იქნება როგორ და აუცილებლად ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ დავიბნებთ ჩვენს მოქალაქეებს. არიან კიდევ სხვა ქართველებიც არიან, ერთი მიდელაშვილი არის თუ არა ვთქვი, ლენგორის პოლიციის უფროსი მოადგილე იყო ხოლმე. მიდელაშვილი ჯემალ. და რატო დატყობთ? არ ვიცი, ახლა 7 წელი აქვს. და 3 აქვს გატარებული უკვე. იგი არიან 3 ერთს აქვს, დვანელი ბიჭები არიან. 3 ერთს მისცეს, ახლა ერთად ჩემზე რაღაც დღეებით ადრე გაასამართლის. 3 ერთს მისცეს, 1 წელი მეორეს მისცეს. პირობები იმათაც იგივე ქონდათ რა? კი, რა თქმა უნდა. ლამისყანელი იყო ერთი იგივე ქვია და მეორე მეზობელ სოფლელი არის იქვე. ლენინგორის რომელღაც მასშია. ისიც საზღვრს გადაკვეთაზე. 6 თვე მისცეს იმათ. ლენინგორელებიც იყვნენ. და ჩვენსა და 4 კაცზე მეტი კამერაში ერთ ოთახში ვერაცხოვრობს და აი დვანელი ბიჭები მაგის გულთვის ჩასხეს რომ იქ იდგა ნიშანი და შევიდნენ. არ ვიცი რა შევიდნენ, რა ზე შევიდნენ, არ ვიცი, მაგრამ არც შესულან. თავოვანი ბაღში წყალი გაუშვეს და იქ დაიჭირა. აი ლენინგორელი ბიჭებმა იქა უთხრეს, არც იქა დგააო. მე უთხრა არა დგააო, მაგრამ ეხლა იმათი იქიდან დამჭერები არავინ არ მოუყანიათ. გაასამართლეს და 6 თვე მისცეს. აი უბრალოდ მისცეს 6 თვე. შევიდა ისე თვალი შევიდა საზღვარში გადაკვეთა და უბრალოდ ვერ გაიგო სად შევიდა. და დაიჭირეს იქა და წამოიყვანეს. ეს როგორი ბიჭები არიან? სახელმწიფო